აბა ერთი კითხვა მაქვს ამ თემასთან მიმართებაში ახლოს არის. იესო ქრისტეს ვიზუალური მხარე, რამდენად ვიცი ჩვენ და იკონოგრაფიაში რამდენად იდენტურია იმის როგორც იყო და რამდენად მოაღწია ჩვენამდე მის ვიზუალურ მხარეს. ეს მაინტერესებს. ხატებზე გამოსახული იესო ქრისტეს ვიზუალური მხარე მაინტერესებს. ისიც რა არის სახარება ცხადია, არაფერს არ ამობს იესო ქრისტეს გარეგნულ მხარეზე. და ამის მიზეზით ცნობილია, რომ სახარება არ არის იმ დანიშნულების წიგნი, რომ თქვა ბიოგრაფიული წიგნი, რომ აღწეროს თქვა მისი გარეგნობა, ტანსაცმელი, თქვა ატრიბუტიკა, თქვა რაც სხვა ბიოგრაფიულ წიგნებში ხდება. სახარებას თავის დანიშნულება აქვს, რომ ამცნობს კაცობრიობას, რომ შედგა გამოხსნა კაცობრიობის, ანუ ის ხარება მიუტოვოს ადამიანების გულებამდე, ადამიანებს, რაც შესდგა, ანუ სახარებაში იესო ქრისტეს გარეგნობის შესახებ ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, რომ აი მიზეზის გამო. მაგრამ ადამიანის უძლურება სოდიმაში მდგომარეობს, რომ მას უნდა რომ რაღაცნაირად წარმოიდგინოს თუნდაც ვიზუალურად არა, თუ როგორი შეიძლება ყოფილიყო მაცხოვარი, თქვა, რომელიც მოღვაწეობდა ადამიანებში და ამ ხელა გამომხსნალის უყრი გაიღო ჩვენთვის ყველასთვის. ამიტომ იკონოგრაფიული გამოსახულები მაცხოვრისა სხვა შორის ნელ-ნელა ჩდება მაშინვე პირველ საუკუნეში რა თქმა უნდა არ გაჩენილა თუ არ ჩავთვლი მანგილიონებს და თქვა ხელთუქნო ხატებს რომელიც პირამი გადავიდა თქვა სახეზე და ამას თუ არ ჩავთვლით უბრალოდ მე ფერწერულ ნამუშევარს გულისხმობ ეს გვიან როგორ მესამე საუკუნეში შეიძლება უფრო ჩდება მაგრამ წერილობითი აღწერილობების უკვე ჩდება უკვე მესამე მეორე მესამე საუკუნე უკვე წერილობით აღწერილი გვაქვს მაცხოვრისა ხოთაშორის უფრო მეტიც შემდგომში თუნდაც ჩდება მაცხოვრის იკონოგრაფიული თუ ფრესკული გამოსახულებები და სახეები აქაც ერთგვარ დუალიზმთან გვაქვს საქმე და დუალიზმია ეს რომ არის გამოსახულება რომელიც ვეთრად მახინჯური სახის არის მაცხოვარი ანუ ისეთი შემაწუნებელი სახე აქვს და არის გამოსახულება ძალიან სიმპათიური მამაკაცია გამოსახული სათნო სახე სპატარებელი ადამიანი გამოსახული და ფაქტია რომ ორივე ეს ტრადიცია და ვარქვა რომ მაცხოვრის ისე ვთქვათ არა სათნო სახილველი სახე და სათნო სახილველი სახეც არსებობს ხოშოს საბოლოოდ გაიმარჯვა საათნო სახილველმა სახე ეკლესიის ისტორიაში იმიტომ რომ მათი ლოგიკა ასეთი იყო რომ არ შეიძლება ვთქვათ ადამიანური ბუნება რომელიც შეიძლება ღმერთმა ის ყოფილიყო თქვა რაღაცა არასწორი ნაკვთების ან არა საათნო სახილველი შეიძლება ყოფილიყო თორე ეს ყოფილიყო თქვა ამგვარი თქვა ხო თუნდაც ფარისელებთან დისპუტში თქვა საბუთად და ის მის თქვა ფიზიკურ ნაკლზე აუცილებლად მიანიშნებდა მსგავსი აფერი არ ხდება და სწორედ ამგვარი იმ პერიოდში ამგვარი მანერა იყო როგორც იუდიაში ისე ანტიკურ სამყაროში დისპუტების წარმოებისა რომ თავარი რიტორიკის ანუ საჯარო გამოსვლის ესე ვთქვათ ერთ-ერთი ხერხი იყო ის რომ თუ ვთქვათ დისპუტში რაღაცა ვერ ხარ კარგად აგებ ვთქვათ კამაც პირდაპირ მიანიშნო მის ნაკლოვამ ფიზიკურ ნაკლზე ვთქვათ მაგალითად ეს ამას არ ეხება მაგრამ მოიხსენება გრიგოლ ღვთისმეტყველი სწავლობდა ათენში ამგვარ სასწავლებელში და ისიც კი ამობს ეგეთ რაღაც ვიღაცაზე რომ როგორ შეიძლება მას კონდეს სწორი აზრი, თუმცა მოგონილ ფეხები აქვს. ანუ ეს ამას ამგვარ ვთქვათ არაკეთილ სახილվել ელემენტებს აუცილებლად გამოიყენებდნენ მაცხოვრის ოპონენტები ესე დავაკვირდა რა. რაც არ მომხრავს, არაფერი მსგავსი სახარებაში აწერია, რომ ამგვარი კრიტიკა ყოველ შემთხვევაში აწერია სახარებაში. ანუ ის ხელთუქმნელი ხატები და ტურინის უდარაზე გამოსახული მაცხოვრის გამოსახულება. ეს ამაზე დავასწარი ვიტყოდი მაგასაც. უბრალოდ მე ვიდეო ტრადიციაზე მაყურებდი თუ როგორი არის ეს ტრადიცია. ბევრი მაგალითად ეს არის აღწერილი აქვს თქვა ჯერ კიდევ თქვა მეორე საუკუნეში ძეგლის სახით კომპოზიცია თქვა მაცხოვრისა
რომელიც კურნავს სისხლდინა დედაკაცს თქვა. და ესეთი განმოცემა აქვს ერსერი კესარიელს, რომ ძეგლის სახით არის რა გარკვეული, რომ ესო გააკეთაოს ანუ მეორე საუკუნეშიც უკვე შეიძლებოდა რომ ეს ენახა ხალხსო. მეორე მესამე შეუძლია ნანახებს ერსერი კესარიელს, ანუ მესამე საუკუნის მოღვაწე არის ისა, ხო? და ესო გააკეთებინაო იმ დედაკაცმაო მარგერების ნიშნად, ანუ სისხლდინა დედაკაცმა გააკეთებინაო ანუ ეს ქანდაკებაო რა, ესე თქვა. და ალბათ ის ქანდაკება რაღაცა თვითხილველი იყო ეს დედაკაცი ალბათ მაცხოვრისა უფრო შეიცავდა მის რეალურ სახეს. რა თქმა უნდა დღეს ეს არ არის მოხსეული, მაგრამ ფაქტია ცნობა ზოგადად რომ აი ამ ქანდაკების არსებობისა შემონახულია ერსერი კესარიელის მიერ. უფრო მეტიც პირველი გამოსახულებები მაცხოვრისა, ზოგადად წმინდანების და ყავლემოციქულისა იქნება თუ ღვთისმშობლისა, გაჩნდნენ სექტებში, მაშინდელ სექტებში. მაშინდელ სექტებში. თუმცა პირველი ქრისტიანები ამგვარ გამოსახულებებს, ანუ ხალხსაც ქვია, არ ესე ვთქვათ, ცდილობდნენ რომ ეს დაეხატათ და გამოესხატათ. იმიტომ რომ პირველ საუკუნეებში დიდი საფრთხე იყო კერპთაყვანისმცემლობისა, ანუ ეს კერპად გაიგივებისა. გესმის ის პერიოდს ქრისტიანობა ინკვიდრებს თავის ადგილს სამყაროში. ამიტომ ისასწორი არის რომ იმ წარმართულმა საზოგადოებამ იგივენაირი თქვა აღქმა არ ქონდეს თქვა იმ საზოგადოებას ამ ხატების მიმართ ან თუნდაც ქანდაკებები კათოლიკოს ეკლესიაში არსებობს ქანდაკებები ეს მათი რაღაცა მოგონილი კი არის ეს ტრადიცია იყო ძველთაგანვე ქრისტიანობა შემდგომში აღმოსავლეთ ეკლესიამ კრებების საშუალებით მიიღო და რომ მაშინაც კი იყო უკვე სასტური იმისა რომ ეს ქანდაკებები კერპად არ გაეხადათ. უფრო მეტიც კერპთაყვანისმცემლობის მებრძოლეობის ესე ვთქვათ ერესი უკვე მერვე საუკუნეა რა უკვე განაპირობოს რომ აი ამგვარმა ტენდენციებმა რომ ხატები შემდგომს გააკერპეს ერთ-ერთი მიზეზი ხატმებრძოლეობის არის ის რომ კერპები თითქმის რამის გააკერპეს ხატები და ხატების აქვია იმ საღებავებს ხეკავდნენ და ზერებას შეყრებდნენ. იმენად დაბნელებული გონება ქონდა. ესეთი მიზეზი და ერთადერთი ცხადია. ამიტომ პირველ საუკუნეებში მაცხოვრის ვიზუალური გამოსახულებები ჭეშმარიტ ეკლესიაში არ იყო სიმბოლური გამოსახულება. მაგალითად თქვენ ნახავთ დიახ, ორფეოსის თქვათ სიმბოლოები, ანუ რაც მაშინ იყო ხო კატაკომბებში ვნახავთ თქვენ თქვათ ადრეულ გამოსახულებს, იქ არის ხო სიმბოლოები, იგივე თევზი, რატო იყო თევზი აპროვირებული თქვათ ეს სიმბოლო მაცხოვრისა და ქრისტიანობის, იმიტომ რომ თევზი თავის სახელწოდებით არა, ბერძნული სიტყვა იხთის, არა და თითოეულის აბრევიატურა არის და ნიშნავს იესოს ქრისტოს თეოს იოსოტერი, ანუ იესო ქრისტე ღვთის ძემხსნელი. ამიტომ პირველი საუკუნეების ქრისტიანობისთვის ეს ვიზუალური გამოსახულებები ასე აშკარად არ ჩანს. კიდევ პირველი ვიზუალური გამოსახულებები შექმნეს წარმართის სექტანტებმა, ანუ გნოსტიკოსებმა და სხვა მიმდინარეობებმა შექმნეს. ესეც ცნობილია ისტორიიდან. აი შემდგომში უკვე ქრისტიანობა როგორც უკვე გამტკიცებული არის თავის უფლებებში და აზროვნებებში ხალხთა უკვე იწყება აი ამგვარი ხატების შექმნა. თუმცა კიდევ ეკლესიური ტრადიცია პირველ ხატწერად მიიჩნევს ლუკა მახარებელს. ეგეც ცნობილი ფაქტია, მაგრამ მეგონებით მასიური მხარე ვიზუალური გამოსახულებისა იწყება აი ამ პირველ საუკუნეების შემდგომ. თორე ეხლა შეიძლება რამდენიც გავსება არის თქვათ ეს ხატის გამოსახულება ნამდვილ პროტოტიპთან. ეს არც არის აუცილებელი მომეცეთ. ხატი ეს არ არის ფოტოგრაფია, ხო მართალია? არ არის აუცილებელი. თუნდაც ის ტურინის სუდაზე რომ გააკეთეს სამდეში თქვათ ის გამოსახულება, ესეც არასწორი არის, იმიტომ რომ რაღაცა მაცხოვრის მოხელთება გვინდა რაღაცა მატერიალური საზომები, ხო? ანუ ეს ხატი არ არის ფოტოგრაფია, რომელიც დავინახო და რომ დავინახო რა, მე ამით რა, უფრო მომატება რწმენა, მისი თქვა, თუ პირიქით. რაღაცა მატერიალიზირებული გახდება ჩემთვის რაღაც ღმერთია რა. თავარი ეს წმენდა ეს წარმოსახვა მისი კონდეს გულში ადამიანს. და ხატი ეს ხო არის იკონოგრაფია, რაც წარმოადგენს სწორედ
შენი ფიქრები, შენი ლოცვი, შენი ამ საურთითებო ასპარეზის რაღაცა ერთგვარ გამტარს ესე ვთქვათ რა. არა მასე საუბრები, მაინდა წამეთ უყურებ რა მის ვთქვათ გამოსახულებას, შენ შინაგანი წმე, შინაგანი წარმოსახვა და შინაგანი ესე ვთქვათ სულიერი ხედვა აღმართული არის მის პროტოტიპთან ზეცაში, ვთქვათ. არა? ამიტომ კი ბატონო, ესე არის. ამიტომ კიდე გამოვქ რომ ეს იკონოგრაფია, ვთქვათ, მისი ისტორია, მისი გამოსახულება, ვთქვათ, რამდენად იდენტური არის ანალოგთან, ვთქვათ, არა? დედამთან, ესე ვთქვათ. ეს, რა თქმა უნდა, ამისი ეგზისტენციალური, ვთქვათ, მოთხოვნილება არ არსებობს, ვთქვათ, რომ ეს ასე იყოს. თუმცა კიდე გეუბნებით, ტურინის უდარა არის ის არტეფაქტი, რომელთაც შეგვიძლია ჩვენ მივიღოთ თუნდაც ორიგინალური სახე. გამოსახულია. მივიღოთ და მიღებული არის უბრალოდ კაიხანია უკვე, ხო? 2000 წელი მიღებული არის სახე. და არ განსხვავდება მე მგონია რა, იკონოგრაფიული გამოსახულება მაინდა-მაინც დიდი სხვაობით ამ გამოსახულებისგან.